ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და იურიდიულ ფაკულტეტებზე თვითმმართველობის წევრთა კვოტები ათვისებულია. ფარული კენჭისყრის შედეგად ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 10, იურიდიულ ფაკულტეტზე კი 5 ადგილი შეივსო. თვითმმართველობის სრული დაკომპლექტების შემდეგ გადაწყდება იურიდიული ფაკულტეტიდან ვინ შევა თვითმმართველობაში მეხუთე წევრად. ფაკულტეტზე 2 კანდიდატს შორის ხმები თანაბრად გაიყო. არჩევნები სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დილიდან მიმდინარეობდა, თუმცა მას არა სტუდენტური თვითმმართველობის, არამედ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია ატარებდა. თვითმმართველობის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას ფორს-მაჟორული სიტუაციით ხსნის. დღეს ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ბაგრატიონმა სოციალური და პოლიტიკური მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელი სტუდენტებზე ზეწოლაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, ირაკლი მანველიძე სტუდენტებს უჩა აბრამიშვილის გუნდის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნიშნებით მანიპულირებდა. ბრალდების ადრესატმა კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ პროვოკაციაში ჩართვას არ აპირებს. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს ჰქონდა უფლებამოსილების ვადა გასული 19 აპრილის შემდეგ. 19 აპრილიდან 19 მაისამდე უნდა ჩატარებულიყო ეს არჩევნები და ამ ვადებში ვერ მოესწრო არჩევნების ორგანიზება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომ ადმინისტრაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც უკვე გამოცვლილი და გამოჭედილია ამ სისტემაში, რო ვთქვათ, აი ამათ რო ჩააწერონ არჩევნები. პროგრამა იქნება ეს, რომ სტუდენტები უფრო მეტად უნდა ჩაერთონ თვითმმართველობაში, რომ ძალიან პასიურია ბავშვები ამის მხრივ. ეს იქნება არა მარტო თვითმმართველობა, არამედ სხვადასხვა პროექტები. ლექტორები ზოგიერთ ფაკულტეტზე პირდაპირ ერევიან და მანიპულირებენ ნიშნებით, ეს არის საშინელი მდგომარეობა საუნივერსიტეტო სივრცეში, მიუღებელი ყოლათ ეთიკის ნორმების დარღვევა, სამართლის ნორმების დარღვევა. ეს არის სოციალურ და პოლიტიკურ მიმართულებაზე დავასახელებ ირაკლი მანველიძე, რომელიც შედის და პირდაპირ მანიპულირებს ნიშნებით. ეს საერთოდ ლექტორისთვის და სტუდენტისთვის მიუღებელია და საერთოდ უნივერსიტეტისთვის მიუღებელია.